ხშირად ამბობენ ხოლმე, ამ პრობლემის გადაჭრას დიდი დრო დაჭირდება. ან დაგვჭირდება დიდი თანხის მობილიზება, ბევრი ადამიანის ჩართულობა. თუმცა ჩემი გამოცდილებით რესურსი ყველაზე ნაკლები პრობლემაა, როდესაც ვაწყდებით ამა თუ იმ გამოწვევას. თავარია, როგორ ვუდგებით და როგორი ცნობიერით ვეჭიდებით ჩვენ პრობლემებს. ამ ვიდეოში მინდა გაგიზიაროთ 5 ოქროს წესი, რომელსაც მე თვითონ ვიყენებ და მე თვითონ ვასწავლებ სხვადასხვა ტრენინგებსა თუ ვორქშოპებზე. მინახია პრაქტიკაში თუ გუნდები როგორ აღიქვავენ ამ წესებს და როგორ იყენებენ შემდგომ სხვადასხვა პრობლემების მართვის და გადაჭრის დროს. გამარჯობა, მე ვარ ირმა ბერძენიშვილი. თხოვნა მაქვს თქვენთან, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ეფილაბის არხი და ახლა კი გადავიდეთ ჩვენს წესებზე. პირველი ოქროს წესი არის ნუ ეძებ დამნაშავეს. ლინ მენეჯმენტში ვამბობთ ხოლმე ჩვენ, რომ ადამიანი როგორც დამნაშავე არასოდეს არ უნდა გამოვავლინოთ და უნდა ვეძიოთ სხვადასხვა გამოუწვევი მიზეზები პრობლემის სისტემაში, პროცესში და არა ის, რომ თქვათ ადამიანია ამ შემთხვევაში მიზეზი. ამაზე ბევრი მაგალითი შეგვიძლია განვიხილოთ, იმიტომ რომ ხშირად ადამიანი, რომელიც ესე შეიძლება ზედაპირზე ჩანდეს როგორც გამოუწვევი მიზეზი, მას უკან ყოველთვის უდგას სისტემა, პროცესი და ჩვენ თუ ამას ჩავეძიებით, აუცილებლად აღმოვაჩენთ რეალურ მიზეზს და თუ გვინდა რომ გრძელვადიანად აღმოვხვრათ პრობლემა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება ზუსტად ის სისტემა გავასწოროთ, პროცესი გამოვასწოროთ და ეს უზრუნველყოფს, რომ შემდგომ უკვე აღარ განმეორდება ესა თუ ის პრობლემა. განსხვავებით იმისგან, თუ ადამიანს გამოვავლეთ დაუშვით და ასე ვთქვათ, დამნაშავედ შევრაცხავთ. ახლა გადავიდეთ მეორე ოქროს წესზე. მეორე წესია, ნუ დაიწყებ ახსნას თუ რატო არ გამოვა, არამედ მოდი სულ მცირედ ცადოთ. ესეთი პოსტულატია, შეიძლება გაგეღიმოთ, მაგრამ მართლა მნიშვნელოვანია. ალბათ ეს ფსიქოლოგიური ფაქტორია ადამიანის, როდესაც ამა თუ იმ პრობლემას ვაწყდებით, ხშირად ბუნებრივად რაც მოდის ჩვენს თავში არის გავამართლოთ სხვადასხვა არგუმენტები თუ ფაქტები მოვიყვანოთ, თუ რატო არ ივარგებს ესათვის გადაჭრის გზა. და ამას ვამყარებთ ხოლმე სხვადასხვა არგუმენტებით. თუმცა იმისკენ იშვიათად მივისწრაფით, თუ რო ჩვენი ასე ვთქვათ ცნობიერი მივმართოთ, თუ როგორ შეიძლება გადავჭრათ რა გზებით და ამისკენ მივმართოთ ჩვენი ასე ვთქვათ აზროვნებაც. მაგალითი მახსენდება ხოლმე ხშირად წლების წინ, როდესაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობდი და მუშაობდით საერთაშორისო კომპანია მაგის თანამშრომლებთან, კონსულტანტებთან ერთად, ქონდა გარკვეული პრობლემა, რომლის გარშემოც შეკრებილი იყო გუნდი და ჩვენი კონსულტანტები რაღაც იდეებს გვაწვდიდნენ, ესე ხომ არ გავაკეთოთ, ან ეს გზა ხო არ მოვძებნოთ. კონკრეტული მაგალითი იყო გაყიდვების ზრდასთან დაკავშირებით. რა იდეაც არ მოგვაწოდეს, თითქოს ყველას ქონდა რაღაცა ტიპის არგუმენტი, თუ რატო არ იმუშავებდა ესა თუ ის იდეა. და აი მაშინ გაჩერდნენ ისინი დაგვაფიქრეს და მე უკვე ცოტა მოგვიანებით გვეღიმებოდა კიდეც, რომ რეალურად ყველაფერი ვცადეთ, რომ დაგვემტკიცებინა თუ რატო არ იმუშავებდა ეს ყველაფერი და ბოლოს კი ესე შევჯერდით, რომ მოდი მინიმუმ ვცადოთ, ამაში არაფერი გვიშლის ხელს და ხშირ შემთხვევაში შემდგომ უკვე ჩემმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ აი ამ ცდილობებში მართლაც მოდის ხოლმე შედეგი და დავინახავთ, რომ აი ამ ცდებით ძალიან დიდ პროცენტ შემთხვევაში რეალურად ვიღებთ შედეგებს. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად აი ეს ბუნებრივი ინსტინქტით რაც მოდის, რომ ესე არ გამოვა, გადავდოთ გვერდით და ჩვენი ასე ვთქვათ მაინდსეტი მივმართოთ იმისკენ, თუ როგორ გამოვიყვანოთ. კარგით, მესამე რაც მინდა დაიმახსოვროთ, ეს არის ნუ ეძებ იდეალურ ვარიანტს პრობლემის გადაჭრის. ამ შემთხვევაში ჩვენ ეჯაილიც ამას გვეუბნება, ჩვენი მოქნილი მიდგომები, რომ მინიმუმ რაღაცით დაიწყე. რაღაცით, რაღაცა გადაწყვეტით, რაც მუშაობს, რაღაცა დოზით მაინც მუშაობს. არ დაველოდოთ იდეალურ სცენარამდე მიყვანას. რადგანაც ამას ბევრი რესურსი დაჭირდება, ბევრი დრო დაჭირდება და უკვე იმ დროისთვის, როდესაც შეიძლება მივიყვანოთ
აი ამ იდეალურ მდგომარეობამდე შესაძლოა უკვე აქტუალობას დაკარგოს ამა თუ იმ პრობლემამ. ამიტომ სწრაფად მობილიზდეთ, გუნდი შევკრათ, დავფიქრდეთ, ჩამოყაროთ იდეები, შევიმუშაოთ გეგმა, გავაკეთოთ. პატარა მუშა გადაწყვეტა და შემდგომ უკვე მალევე დავნერგოთ. შემდგომ უკვე ჩვენ შეგვიძლია მოვიმკოთ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა უკავშირები, დავხვეწოთ მერე ჩვენი გადაწყვეტა და ნელა-ნელა კიდევ და კიდევ გავაუმჯობესოთ. მაგრამ არ ვეცადოთ თავდაპირველივე ვერსიაშივე ჩავდოთ რაღაცა ის ვთქვათ იდეალური ვერსია, რომელიც შესაძლოა ერთის მხრივ ძალიან მიმზიდველი ჩანდეს. მეოთხე წესი ასეთია: ნუ იფიქრებ მარტო პრობლემასთან მიმართებაში, არამედ ჩართე, რაც მეტ ადამიანს ჩართავ ამ ფიქრის პროცესში, მით უფრო კარგ შედეგზე გახვალთ. პრობლემა ისეთი საკითხია, შესაძლებელია ერთი ადამიანი ვინც ეხება მას, სხვანაირი წარმოდგენა შეექმნას, მეორე ადამიანი სხვა კუთხიდან უყურებდეს და მას სხვა ინფორმაცია ჰქონდეს პრობლემის თაობაზე, მესამეს კიდე სხვანაირი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანის ერთად მოკრება, რომელთაც რაღაცა ტიპის შეხება მაინც ჰქონიათ ამ ჩვენს პრობლემასთან. ძალიან ცივი მაგალითი რომ წარმოვიდგინოთ რაღაცა დიდი მაგალითად სპილო. და სპილოა ჩვენ შემთხვევაში პრობლემა, ხო? ამ სპილოს ვეხებით ადამიანები. ზოგიერთი ეხება ხორთუმზე, ზოგიერთი ფეხზე, ზოგიერთი ზევიდან. შესაბამისად, პრობლემა როგორც სპილო სხვადასხვანაირად არის დანახული და აღქმული სხვადასხვა ადამიანების მიერ. ჩვენ თუ მხოლოდ ერთ ადამიანთან გვექნება საუბარი პრობლემის შესახებ, ის აბსოლუტურად სხვანაირად აღვიწერს თუ რასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, იმიტომ რომ ხორთუმს ეხება რბილია და ასეთნაირად აღწერს. ხოლო როდესაც მოვკრებთ ყველა ამ ადამიანს, ვისაც რაღაცა ტიპის შეხება ქონია პრობლემასთან, კონკრეტულად სპილოსთან, მაშინ ჩვენ ნახავთ, რომ მთლიან ინფორმაციას მოვაგროვებთ სხვადასხვა ჭრილში დანახულს და უკვე გამოიკვეთება კონტურები ამ ჩვენი სპილოსი, რომელიც ბევრად გააადვილებს მერე ამ კონკრეტულ პრობლემასთან გამკლავებას. ამიტომ ჯობია ყოველთვის ერთი ადამიანის თავს მოვიკრიბოთ 2 და მეტი ადამიანი, მეც ვკითხოთ და მეტი ჩავთოთ პროცესში. და მოდით გავიაროთ ახლა თუ რა არის ჩვენი მეხუთე წესი. ნუ გაჩერდები პირველივე პასუხზე, რომელსაც ვიღებთ პრობლემებთან მუშაობის დროს. და რას ნიშნავს ეს? უნდა გვახსოვდეს, რომ ოქროს წესია ბევრი კითხვის დასმა, იმისთვის რომ სწორად აღმოვაჩინოთ თუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე. ამ შემთხვევაში არის კიდევაც დადგენილი სხვადასხვა მიდგომები, საუკეთესო პრაქტიკები, მაგალითად 5 რატომ მიდგომა, ამასთან დაკავშირებით ცალკე ვიდეოსაც ჩაგიწერთ. დღევანდელ ვიდეოში ეს 5 წესი მინდოდა გამეზიარებინა თქვენთვის. შემდგომ ვიდეოებში პატარა-პატარა ვიდეოებს მივუძღვნი უკვე ინსტრუმენტებს, თუ როგორ შეიძლება კარგად ჩავიდეთ ძირში პრობლემის, რომ მე სწორად გადავჭრათ ჩვენ ეს პრობლემა. მანამდე კი თქვენს კომენტარებში გამიზიარეთ, რა თემაზე ისურვებდით შემდგომ ვიდეოს და სიამოვნებით გავითვალისწინებთ ამას სამომავლოდ. მადლობთ ყურადღებისთვის.